ვარ ტაისია ბახტაძე, მე-11 კლასის მოსწავლე და დღეს ვილაპარაკებ ემილი ბრონტეს ქარიშხლიან უღელტეხილზე. დები ბრონტეები ჩემს ცხოვრებაში შემოვიდნენ კარანტინის პერიოდში, როდესაც დედაჩემს თხოვე, რომ ჩემთვის ერთია წიგნები, რომლის წაკითხვასაც შევძლებდი და თავიდან დავიწყეთ გრაფი მონტე-კრისტოთი, ჟიულ ვერნის წიგნებით, ჰიუგოთი და მე რაღაცა მომენტამდე მივედით, რომ ქალს არავის არ დაუწერია მეთქი ნაწარმოები და დედაჩემაც ჯეინ ეარიო. ჯეინ ეარი იყო პირველი რაც დავიკითხე ეგეთი და ამ ქალმა ჩემზე მოახდინა საოცარი გავლენა, რომ მეთქი ასე როგორ წერს და ეს ციტატები საიდან აქვს და მილიარდჯერ მქონდა წაკითხული ნანახი და მე იდეა დამაინტერესა თვითონ არა მარტო წიგნმა, არამედ ავტორების ცხოვრებამაც, რომ გადავწყვიტე, რომ დანარჩენი დებიც გამომეკვლია და ემილი ბრონტეც ერთ-ერთი დაიყო შუათანა. და რომელსაც ამათ ყავდათ ასევე ბევრი დაძმა სხვებიც, ერთი ძმა იყო, ნახატი, რომელიც არის ერთადერთი რეალისტური ამ დების ძმის დახატულია, რომელსაც სხვადასხვა ინტერესები ჰქონდა, ხატავდა, წერდა, დებთანაც ძალიან კაი ურთიერთობა ჰქონდა, განსაკუთრებული ურთიერთობა ემილისთან ჰქონდა, რომელიც სამი დიდან ყველაზე ქარიზმატულ წიგნს გვთავაზობს ჩემი აზრით, ყველაზე გენიალურს და ყველაზე დრამატულს. იმიტომ რომ იყო ყველაზე ინტროვერტი სამი დიდან, რომელიც წერენ და ისეთ თემაზე წერს, რომელიც რაღაც არც რომანია ბოლომდე, არც ბოლომდე შურისძიების ისტორია, უფრო ადამიანებზეა და იმ ადამიანებზე, რომლებსაც ერთმანეთიც გაანადგურეს საკუთარი თავით და საკუთარი ეგოიზმით გააფუჭეს მერე ის ისტორია, რომელიც შეიძლება რომ ძალიან ლამაზად დამთავრებულიყო. საინტერესო იყო ამ გოგოს ნაწერი, იმიტომ რომ სახლიდან არ გადიოდა, ცხოვრობდა სოფელში, მამამისი ბერი იყო და წერს ნაწარმოებს ჰიტკლიფზე, რომელიც არის უსახლკარო ადამიანი, არ ყავს არც დედა, არც მამა და კეტრინის, რომელიც არის მეორე მთავარი პერსონაჟი, მამა იპოვის გზაში და წამოიყვანს თავის სახლში, სადაც ტრიალებს აბსოლუტური ძალადობა ბიჭის მიმართ, ყველა ისე ექცევა როგორც ნივთს და ნაწარმოებში ხშირად არის ნახსენები როგორც რაღაც ნივთი და არა ადამიანი, იმიტომ რომ არ ეძახიან რაღაც ადამიანურ სახელებს, ამცირებენ და თავარი ნაწარმოების ნაწილიც ეგ არის ამ ბიჭის მიმართ საშინელი ძალადობა და ეს ერთი გოგო ჩნდება, კეტრინი, რომელიც ადამიანად აღიქვამს მასთან ერთად დადის აქეთ-იქით ანახებს იმ სამყაროს და საბოლოოდ ამ ორ ადამიანს შორის რა თქმა უნდა რაღაც კავშირი ჩნდება და ლაპარაკი არის სულიერ კავშირზე და არა რაღაც ფიზიკურ კავშირზე, რაც დღევანდელ ლიტერატურაში ხშირად ეგრე არის ხოლმე ნახსენები, რომ ორ ადამიანს შორის არის რაღაც ფიზიკური კავშირი, ერთმანეთი მოწონთ და აქ არის სულიერად ესმის ერთმანეთით და ბრონტეებიც ძალიან ხშირად ამ სიტყვებით არის, რომ მე ის მომწონს როგორც ფიქრობს და მომწონს როგორც აზროვნებს და რანაირადაც მიყურებს მე და ყველაფერი და ერთ-ერთი ყველაზე გენიალური ინგლისური ლიტერატურიდან სიტყვები სამ გოგოს ეკუთვნის, რის გადაჩვევის სულები არ უნდა იყოს დამზადებული, ვისი და ჩემი ერთია. პერსონაჟები ყველა არიან არაიდეალურები, მეტიც ალბათ უფრო არამოსაწონები არიან, ვიდრე სასიამოვნო წასაკითხები და ისეთი არ არის, ვიზეც ვიფიქრებ, რომ ჩემი მაგალითი იყო და მის საქციელს მივყვები, თუმცა მე რითიც მომეწონა ეს კეტრინი იყო, რომ თავისი საქციელებით ძალიან ბევრ რაღაცაში გვაგონებს ჩვენ თავებსაც, იმიტომ რომ რაღაც შეცდომებს უშვებს, ეგოისტურად იქცევა, ხშირ შემთხვევაში სოციუმის გავლენა მაინც ძალიან ბევრ განჩანს ამ ადამიანზე, როდესაც არჩევანის წინაშე დგება, რომ ჰიტკლიფის მხარეს წავიდეს და მას დაუკავშიროს ცხოვრება თუ ისე მამამისის აზრს დაემორჩილოს და გახდეს უფრო წარმოსადეგი ადამიანის ცოლი, საბოლოოდ მაინც მეორეს არჩევს და წავა ის ადამიანთან და ცხოვრებაშიც გამოჩნდება როგორც რაღაცა წარმატებული ქალი, თუმცა სულ სხვანაირად ფიქრობს, შემდეგ ეს ქალი საერთოდ კვდება და ეს ჰიტკლიფის გრძნობებია ამ ქალთან კიდე ძალიან საინტერესო, როგორ რაღაცა ყველაფერი მთელ ცხოვრებას ეს გოგო უღირს და ძალიან ისე წერს, აი თითქოს ძალიან ბევრი წარმოდგენები მქონდა ხოლმე ამ გოგოზე და ამიც ვფიქრობდი, რომ ალბათ დალაგებულად არ წერდა ამ წიგნს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ავტორი, რომელიც წერს, იქნება ეს დიუმა, ჰიუგო, ძალიან სწორად წერენ წიგნს, სწორად არიან წამოყოლილი, რაღაც ფაბულა სწორად მიყვებიან, პერსონაჟი სწორად ყავთ ჩამოყალიბებული, შინაარსიც რაღაც მიყვება სულ ყველანაირად, აბზაცები, ამბავი და ემილი წერს არეულად, ძალიან მკვეთრად, კაფიოთ და არეულად, იმიტომ რომ
პერსონაჟებიც არეულები არიან, თვითონ ნაწარმოებიც ძალიან სათაური ჩემს უბრალოდ დაახასიათებს თვითონაც თავის ავტორსაც, პერსონაჟებსაც ყველას და ეგ მაინტერესებდა და ღამე წარმოვიდგენდი ხოლმე რომ ეს გოგო რაღაც იჯდა თავის მაგიდასთან და ღამე ეღვიძებოდა რაღაც ცისბრებიდან და ისე წერდა ამას, იმიტომ რომ ესეთი რაღაცა არ იყო რეალისტური რომ დანახი ქონოდა. განათლებაც ამხელა არ ქონდა, რაღაც სკოლაში იყო ერთი წელი თუ რაღაცა და მე მისდებს რაღაც დაემართათ და ვალდებული გახდა რომ სახში დაბრუნებულიყო. ვისაც ინტროვერტი იყო, ადამიანებთან ეგეთი ურთიერთობა არ ქონდა, თუმცა ძალიან მკაფიოდ ქონდა ის გრძნობები, რასაც გამოხატავს თვითონ თავის პერსონაჟების სახით და რაღაც ეპიკური რომანით და დღევანდელობასთან რატომაც საერთოდ ვაკავშირებდი ამ ნაწარმოებს იყო ეს ძალადობის ციკლი, რომელიც ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანზე გადადის. როგორც ექცევიან ჰიტკლიფს მთელი ნაწარმოების განმავლობაში, საბოლოოდ ისიც მე ამ გავლენით იქცევა, როდესაც გაიზრდება ნაწარმოები არის დაყოფილი ორ ნაწილად, როდესაც ეს არის ბავშვი და ბავშვობაში ამათი ურთიერთობა და შემდეგ როდესაც ჰიტკლიფი ბრუნდება და კეტრის უკვე დაქორწინებულს ნახავს და ნუ მაქედან ვითარდება და საინტერესო არის ასევე ადამიანის თხრობელი სტილი, ამ ამბავს არ ყვება არც კეტრინი, არც ჰიტკლიფი, არამედ მოსამსახურე, რომელთანაც ჰიტკლიფის მამულებში ჩამოდის კაცი, რომელიც დაინტერესდება ამ ამბით და ეს მსახური უყვება მისი მართველის ამბავს. და ძალიან ამისგანაც ძალიან განსხვავდება საკუთარი დებისგან, იმიტომ რომ ორივე და წერს პირველ პირში თავის გრძნობებზე და ეს წერს რაღაცა ისეთი ადამიანიდანაც არა, რომელიც წესით დაკავშირებული უნდა იყოს ამბავთან, თუმცა რაღაცა ძალიან მკაფიოდ გამოხატავს აზრებს და ყველაფერს, რაც ნაწარმოებს უნდა ეთქვა. და ჩემს ხასიათთან ძალიან ახლოს მოვიდა. ზოგადად სინამდვილესთან ძალიან ახლოს მოვიდა, იმიტომ რომ ადამიანს როდესაც ძალადობ, ისიც მე ძალადობრივად იზრდება და საბოლოოდ იგივეს იმეორებს. და როდესაც რომანზე ვლაპარაკობთ და როდესაც მართლა რომანტიკას ვუყურებთ, პირველი რადგან უნდა ვილაპარაკოთ, ეს არიან ის ავტორები, რომლებიც ამას ხედავენ სულიერად და უყურებენ როგორც რაღაცა ცხოვრების და სიცოცხლის ერთ-ერთ მთავარ მიზანს და მთავარ არსს და არა იმას, რომ რაღაც ადამიანი დაინახე და მოგეწონა და ლამაზია და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეს ავტორები კლასიკური ლიტერატურის, განსაკუთრებით ბრონტეები ჩემთვის ძალიან გვანახებენ ადამიანის შინაგან სამყაროს და რამხელა ძალა აქვს რაღაცა ერთ ადამიანს, როდესაც კაფიო გრძნობები აქვს და როდესაც ზედმეტად ფიქრობს და სხვანაირად უყურებს იმ ამბებს, რასაც ყველა ერთპიროვნულად უყურებს და სწორხაზოვნად. და ესეთი გამორჩეული ავტორია ჩემთვის და იმედია რომ ყველასთვისაც იქნება, იმიტომ რომ არის 27 წლის გოგო, როდესაც წერს, ახალგაზრდა საკმაოდ პოეტრი, გოთიკური ნაწარმოები, რომელმაც ჩემი გული რომ ერთი წაკითხვით დაიპყრო და რომ დავამთავრო აკამორჩილადეს აქვს საბოლოოდ სიტყვები დაწერილი, რომ როდესაც ქარიშხან უღელტეხილის კითხვა დაიწყო და დაასრულა, ესე დაამთავრა, წიგნსაც აწერია ხოლმე უკან და ბოლოს გავიფიქრე ეს ბრონტეები ვიმყოფილად მეთქიო და ზუსტად ეგეთი შთაბეჭდება შემექრა მეც, როდესაც ემილის ქარიშხან უღელტეხილი დავასრულე.